საღამო მშვიდობისა თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს თეონა გეგელიასთან ერთად. დღევანდელ გამოშვებაში გიამბობთ რუსეთის ისტორიის შესახებ. ცხადია ძალიან მოკლედ, მაგრამ ვილაპარაკებთ ყველა იმ მოვლენაზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია საკმარისი წარმოდგენა შეგექმნათ ამ სახელმწიფოზე, მის კულტურასა და შინაარსზე. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს, მადლობა მათაც, ვინც გადაწყვეტს ზღარბის მხარდაჭერას და დაგვეხმარება ფინანსურად. შესაბამისი ბმული არის როგორც ამ ვიდეოს აღწერაში, ასევე არხის აღწერაშიც. რუსეთის ისტორია მე-9 საუკუნიდან იწყება. მას როგორც წესი კიევის რუსეთს უწოდებენ, თუმცა შეიძლება შეხვდეს ძველი რუსეთის სახელწოდებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დროით მე-9 საუკუნე ისტორიისთვის ძალიან შორიწარსულიც არ არის, კიევის რუსეთის შესახებ ძალიან ბევრი რამ არის უცნობი. სამაგიეროდ ბევრია დავა იმაზე, თუ ვინ არიან რუსები, ევროპელები თუ აზიელები. კიევის რუსეთი ვისი ისტორიაა, რუსების, უკრაინელების თუ ორივესი. თუკი თვითმკვლელობა და დიქტატურისადმი მიდრეკილება რუსებს სისხლში აქვთ, მაშინ ძველი ნოვგოროდელები დემოკრატები როგორ იყვნენ? რა პასუხებია რუსეთის წარსულსა და კულტურაში მის აწმყოზე? ამის გარკვევას შევეცდებით ნამდვილი ისტორიების დღევანდელ ეპიზოდში. პირველი რუსი მმართველები იყვნენ სკანდინავიელები. რუსები მათ ვარიაგებსაც უწოდებენ. ვარიაგების მთავრებად მიწვევის ფაქტს ყველა მატიანე სიამაყით აღნიშნავს. მეტიც კიევის რუსეთი მათი დაარსებულია დღევანდელი უკრაინის, ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიაზე და მისი დაშლის შემდეგ ისინი ცალკეული სლავური სამთავროების მმართველები გახდნენ. რუსეთის პირველი მეფეც მოსკოვის მთავარი ივანე მეოთხე, რომელიც ასევე ივანე მრისხანის სახელით არის ცნობილი, ამ დინასტიის წარმომადგენელი იყო. ლიურიკოვიჩების დინასტიის მმართველობა სრულდება მე-16 საუკუნეში, მაგრამ მე-18 საუკუნიდან რუსეთის იმპერიის ისტორიკოსები ცდილობენ სკანდინავიელების როლი ამოშალონ ძველი რუსეთის ისტორიიდან, როგორც დამამცირებელი ფაქტი. თითქოს რადგან რუსმა ტომებმა სამართავად უცხოელები მიიწვიეს, ესე იგი მათ თავად სახელმწიფოს შექმნის უნარი არ ჰქონდათ. თანამედროვე ისტორიკოსებს ეჭვიარეპარებათ, რომ სკანდინავიელები ძველ რუსეთში მრავლად იყვნენ და საკმაოდ ძლიერადაც იყვნენ წარმოდგენილები. მათგან აქვთ რუსებს ნასესხები ისეთი სახელები, როგორებიცაა იგორი, ოლეგი, ოლგა, იაროსლავი და ასე შემდეგ. სკანდინავიელები ბევრნი იყვნენ, მაგრამ ისინი სწრაფად ადაპტირდნენ ამ მიწაზე და სრულად აითქვიფნენ სლავებში. ამიტომ საბოლოო ჯამში ძველი რუსეთი თავისი მოწყობით უფრო ჰგავდა თავის დასავლელ მეზობლებს, დღევანდელ პოლონელებს, ჩეხებს, უნგრელებს, ვიდრე ჩრდილოელებს. სადავო თემაა ისიც არის თუ არა რუსეთი ბიზანტიის მემკვიდრე და ეს დავა 5 საუკუნეა გრძელდება. ბიზანტიისგან გადაიღო რუსეთმა მართლმადიდებლური სარწმუნოება, მაგრამ ქრისტიანულ რწმენას აქ დახვდა წარმართული ბაზა და ეს ძველი წესჩვეულებები და მითები რუსებს დღემდე მოსდევთ. ბიზანტიელებისგან გადაიღეს მათ ხატწერა, მაგრამ არქიტექტურა განსხვავებული აქვს. ბიზანტიური ტექსტები რუსულად მრავლად ითარგმნებოდა, მაგრამ ძალიან შერჩევით. და რა თქმა უნდა, ახალგაზრდა სამეფომ ვერაფერი ისესხა რთული ბიზანტიური ბიუროკრატიული სისტემისგან. კიდევ ერთი დავა, ბევრ დავებს შორის დაკავშირებულია მონღოლებთან. ერთნი მიიჩნევენ, რომ ურდო აფერხებდა რუსეთის განვითარებას. სხვები ფიქრობენ, რომ რუსები თავად გადაიქცნენ ურდოდ და რომ რუსულ-მონღოლურ კავშირებში დაიბადა რაღაც განსაკუთრებული ცივილიზაცია, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა კათოლიკური ევროპისგან. კიდევ სხვათა აზრით, მონღოლების გავლენა სულაც მინიმალურია. ეხლა რა არის აქედან მართალი? ალბათ ცოტ-ცოტა ყველაფერი. ურდომ გადაუარა რუსეთს, გადაჯეგა ის და დიდი ხნით შეაჩერა იქ ქვის მშენებლობა. მართალია ურდოელების კულტურული გავლენა რუსეთზე დიდი არ იყო, რასაც როგორც ჩანს რელიგიური ბარიერი დაეხმარა, მაგრამ ურდოს გავლენით რუსეთში მართვის სისტემა გამკაცრდა, რაც საბოლოოდ გადაიზარდა თვითმკვლელობასა და ბატონყმობაში. გამოდის, რომ ძველი რუსეთი ეს არ არის ნაკრძალი, სადაც ყველაფერი თავიდანვე არსებობდა და დღემდე მინიმალური ცვლილებებით მოვიდა. ეს არც გზაჯვარედინია, რომელშიც კულტურამ რაღაც ერთი გზა აირჩია და მას დაადგა უკან მოუხედავად. ძველი რუსეთი გავს უფრო ბაზარს, სადაც რუსული ტომები მივიდნენ რაღაცის საყიდლად, რაღაც თან წაიღეს, რაღაც თავად მიიტანეს, რაღაცაზე უარი თქვეს
რაღაც კი გზაში დაეკარგათ. ძალიან მოკლედ რომ დავახასიათოთ ძველი რუსეთი, ეს არის სახელმწიფო დასავლელ მეფეებს და ევრაზიელ მომთაბარე ტომებს შორის. ბერძნული რწმენით და სლავური ცრურწმენებით, მონღოლური საზოგადოებრივი სისტემით, სკანდინავიურ საფუძველზე. მე-15 საუკუნეში ძველი რუსეთი ხდება აბსოლუტურად ახალი სახელმწიფო. მისი საფუძველია ერთობა, თვითმკვლელობა და მართლმადიდებლობა. ამ ერთობის სიმბოლო ხდება კრემლი, რომელსაც ხელახლა აშენებენ. ურდოსგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მოსკოვი იწყებს საკუთარი თავის ძიებას და ამ ახლად მოპოვებული სახელმწიფოებრიობის საფუძველი ხდება რწმენა, მართლმადიდებლობა. მანამდე სულ ცოტა ხნით ადრე თურქების წნეხით დაეცემა კონსტანტინოპოლი, რუსები ჩათვლიან, რომ ეხლა მათი სახელმწიფოა მთავარი მართლმადიდებელი ქვეყანა და ქმნიან კონცეფციას მოსკოვი მესამე რომი. გადმოცემის თანახმად ამ იდეის ავტორია ბერი ფილოფე და მისი სიტყვებია, რომ ორი რომი დაეცა, მესამე რომი მოსკოვი დგას, მეოთხე რომი აღარ იქნება. მოკლედ რუსების წარმოდგენაში მოსკოვი რომის და კონსტანტინოპოლის შემდეგ ხდება ჭეშმარიტი რწმენის მესამე დედაქალაქი და ყველა მართლმადიდებლის მფარველი. 1547 წელს მოსკოვის დიდ მთავარს ივანე მრისხანეს მეფე დაკურთხებენ, რადგან მთავარი ბევრია, მაგრამ ღმერთისგან მირონცხებული მეფე ერთი. 1589 წელს რუსეთს უჩნდება საკუთარი პატრიარქი ძიობი, მოსკოვის და მთელი რუსეთის პირველი პატრიარქი. ამიერიდან ყველაფერი მართლმადიდებლური რუსულია, ყველაფერი რუსული კი მართლმადიდებლური, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი რუსეთი გაიზრდება და გაფართოვდება, ეს რწმენის პოზიციებს მხოლოდ გააძლიერებს და განამტკიცებს. იწყება მიწების შემოერთება. რუსები დაიძრებიან აღმოსავლეთისკენ. 1552 წელს იერთებენ ყაზანს, შემდეგ ციმბირს და წყნარ ოკეანემდეც მივლენ. ამ დროს ძალიან მარტივია გახდე რუსი. შენი წარმომავლობა არავის აინტერესებს. მთავარია აღმსარებლობა. მართლმადიდებლობის მიღება საკმარისია. მაგრამ რწმენას მხოლოდ გავრცელება არ სჭირდება, არამედ სჭირდება ზიანისგან დაცვაც. მრავალჯერ გადაწერის შემდეგ წმინდა წიგნებში დაგროვდა უამრავი შეცდომა, მაგრამ მათი გასწორების პირველივე მცდელობებს ხდება აგრესია. აი იყო ასეთი ღვთისმეტყველი მწერალი მაქსიმე ბერძენი, რომელიც გაასამართლეს იმისთვის, რომ წმინდა წიგნებში გრამატიკული დროები ჩაასწორა. ნებისმიერი მცირე ცვლილებაც კი ითვლებოდა მწვალებლობად. ხოლო რადგან რწმენის წინააღმდეგ დანაშაული უდრის სახელმწიფოს წინაშე დანაშაულს, ამიტომ მაქსიმე ბერძენს სამშობლოს ღალატშიც დაადანაშაულებენ და გამოკეტავენ მონასტერში. 1598-1613 წლებში რუსეთში არეულობის ხანაა. რუსულად ამ დროს უწოდებენ სმუტნაე ვრემას, სმუტას. ესაა კრიზისის პერიოდი, რომელიც თავრდება სიმბოლური ტრიუმფით. 1611 წელს პოლონელებს და რუსებს შორის ბრძოლების შემდეგ კათოლიკე პოლონელებს მოსკოვიდან აძევებენ. რუსებისთვის ეს ღმერთის დახმარების ნიშანია. 1613 წელს ისინი ახალ მეფეს ირჩევენ, მიხეილ რომანოვს, რომელიც პირველი მეფეა რომანოვების დინასტიიდან. მეფეთა სხვა დინასტია რუსებს აღარც ეყოლებათ, ამ დინასტიის წარმომადგენელი იყო ნიკოლოზ მეორე, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს. ამ მიხეილ რომანოვის მამა არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის პატრიარქი ფილარეტია. ოფიციალურად სახელმწიფოს მეორე მმართველი. ანუ მართლმადიდებლური თვითმკვლელობა საბოლოოდ შედგა და ამ მომენტში რუსები ისევ იწყებენ გარშემო ყურებას. კულტურული იზოლაცია მთავრდება. პატრიარქი ნიკონი ჭეშმარიტებას ეძებს უძველეს ბერძნულ წიგნებში. სამეფო კარს კი ზერა უჭირავს პოლონეთისკენ, მისი საეროდ დახვეწილი ბაროკოს სტილის კულტურისკენ. რუსეთში ჩნდება თეატრი, პორტრეტი და პოეზია. ეს ხდება მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში, 60-70-იან წლებში. მაგრამ საინტერესოა, რომ ამ ეპოქის ყველაზე კაშკაშა ახალი ადამიანი ხდება ის, ვინც ნებისმიერ სიახლეს მაქსიმალურად ეწინააღმდეგება. ესაა დეკანოზი აბაკუმ პეტროვი, რომელიც ებრძოდა მართლმადიდებლობის მოდერნიზებას, მაგრამ თავად როგორც ადამიანი, თავისი ინტელექტით ბევრად უსწრებდა თავის ეპოქას. ეს რადიკალი ტრადიციონალისტი ცხოვრებაში იყო უკიდურესი ინდივიდუალისტი, დიდი მწერალი, პირველი რუსული ავტობიოგრაფიის ავტორი, რომელმაც ის დაწერა არა საეკლესიო სლავურ ენაზე, არამედ ცოცხალ რუსულ ენაზე. აბაკუმი თავის ამ რწმენისთვის ბრძოლაში დამარცხდა, გაიმარჯვა პატრიარქმა ნიკონმა, რომელსაც მეფის მხარდაჭერა ჰქონდა. მაგრამ ეს გამარჯვება იქცა რწმენის დამარცხებად, რომელმაც დაკარგა ის ფუნქცია, რაც აქამდე ჰქონდა. რწმენა აღარ იქნება ნაციონალური თვითშეგნების საფუძველი.
პეტრე პირველისთვის რწმენა უკვე სახელმწიფო მანქანის ნაწილია, რომელსაც ის იყენებს იმპერიის აშენებისთვის. სანქტ-პეტერბურგი ეს არის რუსეთის არამხოლოდ ყველაზე ევროპულად მიჩნეული ქალაქი, არამედ უტოპია. ეს იყო პეტრე პირველის საოცნებო ქალაქი, რომელიც მის მშენებლობას უკავშირებდა თავის რეფორმებს და აღიქვამდა მას როგორც ამ სრულად გარდაქმნილი ქვეყნის სიმბოლოდ. მე-18 საუკუნის მიჯნაზე რუსეთი ისწრაფვოდა ევროპისკენ. იზოლაცია არ იყო არჩევანი, რადგან ამით რუსეთი რჩებოდა ძალიან ჩამორჩენილ სახელმწიფოდ. ასარჩევი იყო მხოლოდ ის, თუ ვისთვის მიებაძათ. ყველაზე ძლიერი გავლენა იმ დროს იყო პოლონური, კათოლიკური. მაგრამ პეტრე პირველი სხვაგვარად გადაწყვეტს და გაემგზავრება ჰოლანდიასა და ინგლისში. ანუ გადაწყდა, რომ რუსეთი პროტესტანტულ მაგალითზე გარდაიქმნებოდა. პეტრე იწყებს ახალი რუსეთის შექმნას. სანქტ-პეტერბურგს საშინელ კლიმატში აშენებენ. პეტრე პირველი კი თავის ქალაქს ყველა ჯინაზე უწოდებს სამოთხეს. ის გრძალავს ქვითმშენებლობას ყველგან რუსეთში, გარდა პეტერბურგისა. ითაც ხას უსვამს იმას, რომ ნამდვილი ევროპა არის მხოლოდ პეტერბურგში. დანარჩენი ქვეყანა რჩება ხით ნაშენი, როგორც მანამდე იყო. იგივე ხდება ადამიანებსაც. პეტრე პირველი ცდილობს სრულად შეცვალოს რუსი ადამიანის ბუნება. თავის დიდგვაროვნებს ის ძალით ბარსავს წვერს. გაუბარსავ წვერზე გადასახადებით დააწესა და ასწავლის ევროპულად ჩაცმას და ქცევას. მას აქვს რეფორმატორული მიზნები, მაგრამ მისი მეთოდები სასტიკი და არქაულია. მაგრამ ეს ყველაფერი ეხებოდა მხოლოდ განათლებულ ფენას, სამხედროებს, მოხელეებს, დიპლომატებს და ასე შემდეგ. დანარჩენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი 1719 წლის აღწერით რუსეთის მოსახლეობაში 7 მილიონამდე კაცია. მოკლედ დანარჩენი 90% მოსახლეობის პეტრე პირველს საერთოდ არ აღეუებს. თავარია, რომ მათ განაგრძონ ელიტის შენახვა. 1762 წელს პეტრე მესამე დიდგვაროვნებს ათავისუფლებს. თუ კი ადრე ისინი იძულებით ემსახურებოდნენ მონარქს, ახლა ამას მხოლოდ მისდამი სიყვარულით გააკეთებენ. ასე ჩნდებიან ახალი დამოუკიდებელი დიდგვაროვნები, მაგრამ ჯერ კიდევ ტახტის ერთგულები. ლაპარაკია ადამიანებზე, რომლებიც მომავალი დეკაბრისტების ბაბუები და მამები იქნებიან. ახალი ტიპის ადამიანების შექმნას განაგრძობს ეკატერინე მეორეც. თან მხოლოდ პრაქტიკულ სარგებელზე არ ფიქრობს. მას სჭირდება არა მხოლოდ არტილერისტები და მეზღვაურები, არამედ ადამიანები, რომლებიც თავს ევროპელებად გრძნობენ. ამისთვის ის ხელს უწყობს თეატრის განვითარებას, ჟურნალების გამოცემას და ქალების განათლებას, რადგან ფიქრობს, რომ სწორად გაზრდილი გოგოები თავის შვილებსაც ევროპელებად გაზრდიან. 1812 წლის ომმა საფრანგეთთან აჩვენა, რომ ეკატერინეს ექსპერიმენტებს ამაოდ არ ჩაუვლია და ძალიან წარმატებულიც იყო. რუსეთის ოფიცერთა კორპუსმა შეძლო და დაამარცხა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი არმია, ნაპოლეონის არმია. პარიზელებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ახლა მათ ქალაქში ბარბაროსების ურდო შეიჭრებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად იქ გამოჩნდნენ განათლებული რუსები, რომლებიც ძალიან კარგად ლაპარაკობდნენ ფრანგულად. სწორედ ამ ოფიცრებიდან დაიბადება პირველი რუსული ოპოზიცია. საფრანგეთიდან მათ უწევთ სახლში დაბრუნება, სადაც მოსახლეობის 90% ფაქტობრივად მონაა, მაგრამ მათაც, ანუ ადამიანებს, რომლებმაც ნაპოლეონი დაამარცხეს, არანაირი ძალაუფლება არ აქვთ. ყველაფერს მართავს უცოდინარი მოხელეების ფენა, რომელიც მათ ეზიზღებათ. 1825 წლის დეკემბერში ეს ოფიცრები გამოვლენ სანქტ-პეტერბურგში სენატის მოედანზე. არა უბრალოდ ხელისუფლების დასამხობად, არამედ იმისთვის, რომ დაასრულონ რუსეთის ევროპეიზაციის პროცესი, გააუქმონ ბატონყმობა და შექმნან პარლამენტი. დეკაბრისტების აჯანყება დასრულდება სრული მარცხით და ამ მომენტიდან რუსეთის ისტორიაში სახელმწიფოს და განათლებული ელიტის გზა იყოფა. ცვლილებებთან დაკავშირებული იმედების ეს პერიოდი საბოლოოდ სრულდება რუსეთის მთავარი პოეტის ალექსანდრე პუშკინის მკვლელობით. რუსი მხატვრის ილია რეპინის ნახატი ბურლაკები ვოლგაზე, ბურლაკები იყვნენ ბორნის მზიდავები, ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ნახატი. ესაა რუსი ხალხის ჯგუფური პორტრეტი, რომელიც ესაა ბატონყმობისგან გათავისუფლდა. ბატონყმობა გააუქმა ალექსანდრე მეორემ და ეს ხალხი აღმოჩნდება მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში. დეკაბრისტების მარცხის შემდეგ დიდგვაროვნებმა დაკარგეს საკუთარი თავის რწმენა. ამიტომ მომავალი რუსეთის სიმბოლო სხვა სოციალური ფენა უნდა გამხდარიყო და ეს სტატუსი რუს ხალხს მიანიჭეს. ახლა როგორ მივიდნენ ამ აზრამდე?
ყველაფერი დაიწყო პუბლიცისტის პეტრე ჩაადაევის პირველი ფილოსოფიური წერილის გამოქვეყნებით. ჩაადაევი იყო პირველი, ვინც დაწერა, რომ რუსეთს აქვს თავის განსაკუთრებული გზა და ბედისწერა, რომელიც არავისას არ ჰგავს. ჩაადაევის ამ წერილის შემდეგ ყველას გონება დაკავებულია ერთი მთავარი კითხვით: რას ნიშნავს იყო რუსი? ჩაადაევამდე არავინ ფიქრობდა, რომ რუსობა და ევროპელობა რაღაც სხვადასხვა რამ იყო. ამ წერილის შემდეგ კი კომპრომისი ხდება შეუძლებელი. შენ ან სლავოფილების მხარეს ხარ, ან მედასავლეთეების. სლავოფილებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს არანაირი ევროპა არ სჭირდება, რომ მას აქვს თავისი განსაკუთრებული გზა. მედასავლეთეების აზრით, რუსეთი ევროპის ნაწილია და შესაძლოა ევროპის გადამრჩენელიც კი. მაგრამ ის, რომ რუსეთს განსაკუთრებული ბედისწერა აქვს და რაღაც დიადი მისია, ამაზე არც ერთი მხარე არ დაობს. მედასავლეთეები ივან ტურგენევი, ალექსანდრე გერცენი და პეტრე ჩაიკოვსკი უცხოეთში მიემგზავრებიან, მაგრამ იქ სულ რუსულ სულზე ფიქრობენ და რუსულ კულტურას უწევენ პროპაგანდას. სლავოფილი გოგოლი დარსულებში აჩვენებს რუსეთის ყოფის მთელ უბირობას, მაგრამ იმინიშნებით, რომ რუსეთს აქვს შესანიშნავი მომავალი, რომ ეს არის ღმერთის სასწაული, რომელსაც გზას დაუთმობს ყველა სხვა სახელმწიფო და ხალხი. მაგრამ ვინ არიან ეს რუსები? ვინ ინახავს ამ რუსულ საიდუმლოს და ვის ესმის ყველაზე უკეთ ამ განსაკუთრებული რუსული გზის? რა თქმა უნდა, რუს ხალხს. კულტურული ელიტის ფოკუსში ექცევა მრავალმილიონიანი და აბსოლუტურად უცნობი რუსული გლეხობა. სწორედ მას უწოდებენ ხალხს. პოეტები, მხატვრები და კომპოზიტორები ადიდებენ რუსი გლეხების მძიმე ხვედრს. იწყება ეთნოგრაფიული ექსპედიციები, ფოლკლორის შეგროვება. მომავალი რევოლუციონერები გადიან ხალხში, რომ ეს რუსი ხალხი გაანათლონ და გაუწიონ აგიტაცია. სხვათა შორის ეს პროცესი ფოლკლორის და უბრალო ხალხისადმი ინტერესის ევროპაშიც ძალიან მაღალია, სადაც მე-19 საუკუნეში ნაციონალისტური განწყობების ბუმია. ამაზე ჩვენ დაწვრილებით ვლაპარაკობთ ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნებულია სხარბზე და მას ჰქვია როგორ დაიბადა ნაციონალიზმი. ასე ჩნდება რუსეთში ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია, საზოგადოების განათლებული ნაწილი, რომელმაც თავის თავზე აიღო მისია წარმოადგინოს მდუმარე ხალხი ხელისუფლებასთან დიალოგში. მაგრამ მათი ბევრი მცდელობის მიუხედავად შერწყმოდნენ ხალხს, ჩავარდა და მე-19 საუკუნის ბოლოს ეს რუსი ხალხის თაყვანისცემის იდეა კრიზისშია, მაგრამ არსად არ ქრება და მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ეპოქები, როგორებიცაა ვერცხლის საუკუნე და ოქტომბრის რევოლუცია, წარმოადგენენ არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველ კულტურულ გზებს, რუს ხალხში რწმენა და რაღაც განსაკუთრებული რუსული გზის ძიება დიდხანს დარჩება ერთ-ერთ მთავარ რუსულ იდეად. მე-19 საუკუნის ბოლოს ლევ ტოლსტოის და ფიოდორ დოსტოევსკის დამსახურებით რუსეთის მიმართ მსოფლიოში დიდი ინტერესია. პეტრე ჩაიკოვსკი ფაქტობრივად მსოფლიოს მთავარი კომპოზიტორია და მიდის ნიუ-იორკში კარნეგი ჰოლის გასახსნელად. პირველად თავის ისტორიის განმავლობაში რუსულ კულტურას აღარ სჭირდება დაეწიოს ევროპულს. მას დასავლეთი აღიარებს საკუთარ ნაწილად, სულ ცოტა თანაბარ სიდიდედ მაინც და ბევრ სფეროში ეს რუსული კულტურა ლიდერობს კიდეც. მალე ყველაფერს დაიპყრობენ ძაგილევი თავისი ბალეტით, სკრაბინის მუსიკა, სტანისლავსკის სისტემა, ეიზენშტეინის ფილმები და რუსული ავანგარდის ფერწერა. რუსული ისტორიის ამ პერიოდს, როდესაც რუსეთი და ევროპა განუყოფელია, ვერცხლის საუკუნეს უწოდებენ. ეხლა როგორია ამ ეპოქის ფილოსოფია? მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესი მსოფლიოში წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. ელექტროობა მასობრივ მოხმარებაშია, გამოიგონეს ტელეგრაფი, ტელეფონი, კინო, დაფრინავენ თვითმფრინავები, ხელახლა აშენებენ ქალაქებს, ქმნიან მეტროს, ტრამვაის. ისტორია წარმოუდგენლად აჩქარდა, რაც ერთი მხრივ იწვევს შიშს და მეორე მხრივ იმის განცდას, რომ იმდენი შესაძლებლობაა, რომ მომავალი შეგიძლია საკუთარი ხელით შექმნა, აქ და ახლა. ვის შეუძლია ღირებულის შექმნა და მომავლის განჭვრეტა. ვერცხლის საუკუნის კულტურა ამბობს, რომ ეს არის ხელოვანი, მხატვარი. ხელოვნება ხდება მომავლის განჭვრეტის საშუალება, აზრების გენერატორი, რომელიც მალე გაბატონდება მთელ სამყაროში. ხელოვანს შეუძლია ამოიცნოს საიდწავა ისტორია და შეუძლია ის შექმნას კიდეც, ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ მას აქვს უფლება იყოს ამოუცნობი. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ დღეს ამ მხატვარს შეიძლება ვერ გაუგონ და მისი არ ესმოდეთ. ის თაობებისთვის ქმნის. ხელოვნება შეიძლება იყოს თავისუფალი ამ ტლანქი სოციალური თემატიკისგან. ბოლოს და ბოლოს რა დროს გლეხები და მათი პრობლემებია, როდესაც სამყაროს ბედი წყდება.
ამავე დროს რუსეთში ხელოვანებთან ერთად ჩნდებიან მეცენატებიც. იმ მეწარმეებმა, რომლებმაც ქარხნები და გემები ააშენეს, დაიწყეს ხელოვნებაში ინვესტიცია. ისინი ფულს იხდიან ჟურნალების, კატალოგების და წიგნების დაბეჭდვაში, გამოფენების და სპექტაკლების ორგანიზებაში. ამ მეცენატებმა შექმნეს ინფრასტრუქტურა ახალი ხელოვნებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტების გარეშე რუსეთში ვერანაირი ვერცხლის საუკუნე ვერ იარსებებდა, თავად არტისტები საკუთარ მფარველებს უყურებენ ამრესით, რადგან მათთვის ბურჟუაზია, ეს არის სასიზღრობა და ეს ფენა მიუღებელია. მაგრამ სპონსორები აღიარებენ მხატვრების უპირატესობას, მათ დამი თავიანთ ვალს, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელოვნება არის მომავალი. მომავალი კი ნიშნავს რევოლუციას, დიდ ცვლილებებს. ვერცხლის საუკუნის ადამიანი არის ამ ცვლილებების მოლოდინში. ვიღაც რევოლუციას ელოდება როგორც ახდენილ წინასწარმეტყველებას ახალ უკეთეს სამყაროზე. ვიღაცას საშინელი განცდა აქვს და გრძნობს რაღაც გარდაუვალ კატასტროფას. მაგრამ ის, რომ დიდი ცვლილებები იქნება, ამაში ეჭვი არ ეპარება არავის. ვერცხლის საუკუნის ბოლოს რუსეთის და დანარჩენი სამყაროს გზები ისევ იყოფა. ევროპისთვის მოდერნიზმი მთავრდება, როდესაც იწყება პირველი მსოფლიო ომი და ირკვევა, რომ მთელმა ამ ტექნოლოგიურმა და სულიერმა პროგრესმა გაუგონარი მასშტაბის მასობრივი მკვლელობები მოიტანა. მაგრამ რუსებისთვის ვერცხლის საუკუნე დამთავრდება არა 1914 წელს, არამედ 1917 წელს და გაურკვევლობა შენარჩუნდება. ერთნი მიიღებენ რევოლუციას როგორც კატასტროფას, მეორენი კი როგორც მომავლის გარღვევის იმედს. საბჭოთა წყობის პირველ წლებში მხატვრები ფიქრობდნენ, რომ აი მათი დროც დადგა. 1919-1920 წლებში კონსტრუქტივისტი ვლადიმერ ტატლინი შექმნის მესამე კომუნისტური ინტერნაციონალის მონუმენტის მოდელს, კოშკის მოდელს, რომელიც რევოლუციის სადიდებლად უნდა აღემართათ. მაგრამ კოშკს არავინ ააშენებს. მხატვრობის წინააღმდეგ კი მასობრივი რეპრესიები დაიწყება და ეს დიდი იმედები იცვლება შიშით. რევოლუციონერები არა უბრალოდ ოცნებობდნენ მეფის და ღმერთის დამხობაზე, არამედ უნდოდათ ისტორიული ძვრების გამოწვევა, ბუნების გადალახვა, მომავალში გაჭრა, ახალი ადამიანის და უტოპიური საზოგადოების შექმნა. მაგრამ მომავალზე ოცნებას ჰქონდა მეორე მხარეც, თანაც ძალიან არქაული, გულუბრყვილო და თითქმის რელიგიური. რევოლუციონერებს სწამდათ, რომ ისინი მთელ სამყაროს ძალიან სწრაფად შეცვლიდნენ. რომ კომუნიზმი ეს იყო ამის 64 დედამიწაზე და რომ ბრძენი ბელადი ხალხს სამართალს და წესრიგს მოუტანდა. მომავლის ასეთი წინააღმდეგობრივი ხატსურათია მაიაკოვსკის პოემებში, კონსტრუქტივიზმის არქიტექტურაში, ეიზენშტეინის და ძიგა ვერტოვის ფილმებში და სხვებთან. ოღონდ ამას მხოლოდ განათლებულ ფენაში არ ვხედავთ. მათ ზიზღს კაპიტალიზმის მიმართ და უკეთესი მომავლის რწმენას იზიარებდნენ ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გლეხები იყვნენ, შემდეგ ქალაქში ჩავიდნენ და გახდნენ პროლეტარები. ამ განწყობებს იზიარებდა ბევრი სხვა სოციალური ჯგუფი, რომელიც ვერ პოულობდა ადგილს ძველ სამყაროში და რევოლუციის ინსტრუმენტად იქცა. ცხადია, ეს მოდერნიზაცია და არქაიკა დიდხანს ვერ მორიგდებოდნენ და რა თქმა უნდა კულტურაში და საზოგადოებაში გაიმარჯვა არქაიკა. ლაპარაკის დონეზე ისინი ახალ სამართლიან საზოგადოებას აშენებდნენ. საქმით კი აღადგინეს ბატონყმობა კოლმეურნეობების სახით. შექმნეს ბელადის სტალინის კულტი, რომლის სამსხვერპლოზეც გიგანტური რაოდენობის მსხვერპლი მიჰქონდათ. ამ მარწუხებში მოხვდნენ კულტურის წარმომადგენლებით. ვიღაც ცდილობდა არ ეღალატა რევოლუციური იდეებისთვის, როგორც მაგალითად მაიაკოვსკი, რომელმაც 1930 წელს თავი მოიკლა. ვიღაცას კი ამ საბჭოთა რიტორიკის არც არასდროს სჯეროდა, როგორც ბულგაკოვს, ან მათ, ვინც რევოლუციიდან მალევე ემიგრაციაში გაემგზავრნენ. მაგრამ ისინი, ვინც დარჩნენ, მათი უმრავლესობა გულშემატკივრობდა ცვლილებებს, ამ ინდუსტრიალიზაციას, ქალების უფლებების გათანაბრებას კაცების უფლებებთან, მაგრამ არ ხუჭავდნენ თვალს იმ საშინელებებზეც, რაც ხდებოდა, დაწყებულ სამოქალაქო ომიდან დასრულებული დიდი ტერორით. რაც უფრო ახლოვდება დიდი ტერორი და ომი, არტისტებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ სამართლიანი საბჭოთა წყობის. ვიღაცას დახვრეტენ, ვიღაცას თვითმკვლელობამდე მიიყვანენ, ვიღაც სიტუაციას ერგება. ახალ ხელოვანებს ქმნიან ოფიციალურ მწერალთა კავშირში, მხატვართა კავშირში, მაგრამ ღირებული არტისტები მათ შორის აღარ იქნებიან. ამ კაშკაშა ავანგარდიზმს ცვლის ტოტალიტარული კლიმატი. 1960-იანი წლების ბოლოს რუსი მწერალი და დისიდენტი ვენედიქტ ეროფეევი წერს მოსკოვი პეტუშკი. ოღონდ მას საერთოდ არ აინტერესებს გამოუქვეყნებენ ამ წიგნს თუ არა.
ასეთი რამ პირველად ხდება რუსეთის ისტორიაში. ომის შემდეგ საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ აქვს იმის ენერგია, რომ გაუშვას ადამიანები კოსმოსში და დევნოს დისიდენტები, მაგრამ კულტურისთვის მას ძალა ნაკლებად რჩება. კომუნიზმმა საბოლოოდ დაკარგა ხიბლი და თუკი ვინმე რამეს წარმოადგენს, ხელოვანები, ყველა იატა ქვეშეთში. პირველად თავისუფლების ქარი დაუბერავს მეორე მსოფლიო ომის დროს. მაშინ უცებ გაირკვა, რომ კომუნიზმი, როგორც იდეა, ჩაფლავდა და რომ მისთვის თავს არავინ მოიკლავს. სტალინი იძულებული ხდება სასწრაფოდ მოიფიქროს ახალი იდეოლოგია და ეს არის ნაციონალური იდეოლოგია. ის ახლა ყველაფრის სათავეში აყენებს არა პროლეტარიატს, არამედ ხალხს. ეკლესიასთან შერიგებაზეც კი მიდის და ასუსტებს რეპრესიებს, მაგრამ ომის დასრულებისთანავე თავისუფლება ქრება. სტალინს ეშინოდა ომიდან დაბრუნებული ადამიანების, მათი, ვინც ჰიტლერი დაამარცხა და იწყებს მათთვის ჰაერის გადაკეთვას, მეტიც ომის თემაც კი აიგრძალა. ომზე ლაპარაკი, არა ოფიციალური, არამედ ადამიანური სიტყვებით, შესაძლებელი გახდება მხოლოდ ათწლეულების შემდეგ. დარტყმის ქვეშ ისევ კულტურის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, მაგრამ როგორც კი სტალინი იკვდება, ყველაფერი თითქოს თვალის ერთ დახამხამებაში იცვლება. იწყება ოცეპელის ათწლეული, დათბობის პერიოდი. ეს სახელწოდება ამ პერიოდს შეარქვეს ილია ორენბურგის იმავე სახელწოდების მოთხრობით. ამხელენ სტალინის გულს თითქოს აკრძალულ თემებზე საუბარიც შესაძლებელია, მაგრამ დათბობა არ იყო არც ხანგრძლივი და არც თანმიმდევრული. მაგრამ არც ბრეჟნევის ზასტოი იყო მუხრუჭების სრულად მოჭერის პერიოდი. რიგით რუსებს პირველად უჩნდებათ ამ დროს საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები, კომუნალური ბინებიდან გადადიან საცხოვრებლად იზოლირებულ ბინებში. ოფიციალური იდეოლოგიის არ სჯერათ არათუ რიგით ადამიანებს, არამედ პარტიის მაღალჩინოსნებსაც კი. საბჭოთა ადამიანი ფაქტობრივად მზად ხვდება ეგრეთ წოდებულ პერესტროიკას, რომელიც 1980-იან წლებში იწყება და რამდენიმე წელიწადში ბოლოს მოუღებს რუსეთის იმპერიის საბჭოთა ხანას. მაგრამ რუსული იმპერიალიზმი არ დასრულებულა, რასაც ნათლად მოწმობს ის მოვლენები, რომლებიც ჩვენ თვალწინ ვითარდება და ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. არის ეს საბჭოთა იმპერიის კუდის მოქნევის პერიოდი, მისი რეალური ნგრევის ხანა, თუ რუსეთის ისტორია თავის ტრადიციულ ნახტომს აკეთებს წარსულში და თანამედროვეობა მისთვის ჯერ არ დამდგარა. ამაზე დღეს ლაპარაკი რთულია, მაგრამ თქვენი მოსაზრებების მოსმენა მაინც საინტერესო იქნებოდა. თქვენ რა პასუხი გაქვთ ამ შეკითხვაზე? მოგწერეთ კომენტარებში. მე კი ტრადიციულად მოგიწოდებთ გამოიწეროთ ჩვენი არხის ღარბი და დაელოდოთ ახალ ვიდეოებს.